უფლებადამცველები არ გამორიცხებენ სხვა შეზღუდვებსაც. მაგალითად, 17 მარტს იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გადაეგზავნა პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე პროფესორ ავთანდილ კახნიაშვილის მიერ შემუშავებული საკანონმდებლო წინადადება, სადაც სასამართლოს ხდომებზე ვიდეო გადაღების აკრძალვაა მოთხოვნილი. Argumenti კი პროევროპული საპროტესტო აქციებისას დაკავებული 11 პირის 6 მარტის სასამართლო პროცესია, სადაც ავთანდილ კახნიაშვილის მტკიცებით მოსამართლეს და პროკურორიც აბუჩა დაიგდეს. ქართულ ოცნებაში ამ ინიციატივაზე ჯერ არაფერი უთქვამთ, თუმცა უფლებადამცველები აცხადებენ, რომ ცვლილების წარდგენის შემთხვევაში მმართველი პარტიისთვის წინააღმდეგობის გამწევი არავინაა. თუ კი ქართული ოცნება ამ საკანონმდებლო ნაბიჯსაც გადადგამს, ეს არ იქნება პარტიის პირველი შემთხვევა, როდესაც ის თავისსავე შემსუბუქებულ კანონს თავადვე ამკაცრებს. ნებისმიერი პროცესის მიმდინარეობის დროს ნათელი არის, რომ არ არსებობს არანაირი ობიექტური გარემოებები, რომ რითი ხელმძღვანელობს ხო სასამართლო, რითი ხელმძღვანელობს პროკურატურა და შესაბამისად ამისი გამოაშკარავება და ასე წინაპლანზე წამოწევა, რა თქმა უნდა, ქართული ოცნების ინტერესში საერთოდ არ შედის და შესაბამისად ერთ დროს იმაზე, რასაც თვითონ ამბობდა უარს და იღებდა და ცვლიდა ხო კანონმდებლობას, ახლა ჩვენ ვხედავთ, რომ პირიქით ის აკეთებს ყველაფერს, რომ მაქსიმალურად შეზღუდოს საჯაროობა მათ შორის